შვენიები. აქტიურად აი ეს მონაკვეთი, აი ღუნთიც უნდა გავყვეთ რა. ეკრანზე ესე არა ჩანს კარგად. ფაქტურად აქეთ იქიდან თითქოს შემოღობილი არის ქვებით. თითქოს ესეთი შტაბილება რჩება. აქ როდესაც გადიოდა გზა. აი ნახე. თუნდაც ეს აი ეს ქვები, აი ქვების წყობა ნახეთ. 1, 2, 3. ნუ იქეთ უკვე ირევა და აი ესე პირდაპირ მიუყვება. აქ რამე ნასახლარი ან შენობა ნაგებობა არ არის. უბრალოდ ჩემი წარმოდგენით, ჩემი აზრით აქ რა გამოგიხავსია. შეიძლება რომ აქ რაღაცას წავაწყეთ, როდესაც აქ რაღაცა მოქმედებები ხდებოდა, თუნდაც გზა. ამა დავიწყეთ. კაი სიგნალი იყო, მაგრამ რკინა. რაცა დანაიქო, არა, დანას გავს. ნახოთ. აჰა. რატომაც არა მშვენიერი. ეს არის ნახევრად მრგვალი კლიბი. გამოდგება ხოლმე. ზოგადად კალიცოების დასამუშავებლად, ანუ საიუველირო საქმიანობაში. შვენიერი ზუსტად ჭირდებოდა. ეხლა როგორ თქვა ხარისხი აქ მეთქი არა, ეგ ბარი ჩამირტყია. ხარისხიანი არ იქნება, მაგრამ ჩავაგდებ ნავთში ან სალიარკაში, დიზელში ეგრეთ წოდებულში და რაღაცას გამოვიყვანთ. კარგია. აი ესეთი კაი სიგნალი ქონდა, საინტერესო. აჰა, ერთად არიან თან, ნახე. ეს დანა, იმიტომაც გარდამავალი ეს დანა და ეს გვალის ზარი. ზარი გადარჩენილი არის, უბრალოდ შიგნით არაფერი არ აქვს. შვენიერი. აი ახლა დაგანახევ და მე დანას ვიხედოთ. აი ესეთ მდგომარეობაშია. ძალიან კარგი სპილენძის ზარი. აჰა, აბა ახლა დანა ვნახოთ. აბა შენ აქ მოიცადე. ესეთი დანა მაქვს ერთი ნატეხი. მაგრამ კაპიკად არ ვარგო და ისე იყო განადგურებული და ეს მეტნაკლებად წარი კარგი აქვს. წარი მთელია, პირი არ უვარგა. კაი გასართობის არის. ამას დაშლა შეიძლება და კაი ადამიანური პირის გაკეთება. ამ ინიციალები ხო არა, აქ რაღაც აწერია, ქარხნის იქნება ალბათ. კი, მახსოვს ბავშვობაში ესეთი დანები იყო. შვენიერი. აჰა, დანის ტარი ცალკე ვიპოვეთ. რომ დანის პირის ცალკე. რა თქმა უნდა გადახილი. ეს თანამედროვეა. ამ სიღრმეზე კი იყო და რა ვიცი. არა არის რაღაცა ჭრილები აქვს საინტერესო. რაღაცა ჭრილები აქვს. ეს შეიძლება დასაკესი დანაც არ იყო. ასეთი ჭრილები არ უნდა ქონოდა. ამა გავაგზავნოთ აქ მოთხრა კიდე. ჯერჯერობით ამინდი. კარგია. ნახოთ აბა. კიდე რა გამოგვივა. ისევ არაფერია. აი ხა ამ ქვებთან უნდა ნახოთ. რა მოხდა? არა მგონია სერიოზული სიგნალი იყოს. ეს იქნება ახლოგდია, სიღრმე არა აქვს და შესაბამისად იქნება რაღაცა კონსერვის ქილა. რაღაცა უნდა იყოს წესით ფერადი. წესით. აი აქ მაძლევს. ეხა ისა მაქვს ჩართული. ფერიც არ არის. ეს ისეთ რა არის? ეს არის
სიტყვა საწინააღმდეგო იმის ჭურვის ნაფლეთი. მეტი არაფერი. მოგითხარით ფერადის მაგვარი რაღაც გული მიგზნობდა, მაინდა-მაინც კარგი არ უნდა ყოფილიყო. აი ახლა აი ეს არის ვიქტოგრაფი რა. ხოდა აი ესეთი სიგნალი როცა გვაქვს, აი ვერტიკალურად. აი მარჯვენა კუთხეში ვერტიკალურად. აი ახლა რატომღაც ყველა კანონით აქ მონეტა თუ არა და რაღაცა მგვალი ფერადი ლითონის მაგვარი საგანი უნდა ამოვიღოთ. ნახოთ აბა ისე ცალი ხელითა, თხრი ცალი ხელით მიჭირავს კამერა, ანუ ტელეფონი უფრო სწორად. შტატივი ძირი გაგვიფუჭდა და ვერ ვახერხებ დაყენებას. რო კიდე ვერ მონახე. ხო, აი რაღაცა ეს ის არის. მოგიზღარი მგვალი და სპილენძის. ეს არის საბჭოთა პერიოდის დროინდელი ბატარეა ელემენტი, ანუ იმიტომაც ესე დღეში თავს იკნავდა. ხო, ნუ აქ რაღაცა ტექნიკური ნაწილი იყო და ძალიან ბევრი ესეთი რამები ხდება, შესაბამისად ეს ადგილი არ მოგწონს და უნდა გადავინაცვლოთ სხვაგან. ჯაგიან ადგილას გადმოვინაცვლე. ესეთი ასკილი. ვის გიყვართ ასკილი? მაგრამ ეხლა მეგონი ხილმები რო დაარტყავს უკვე აღარ არის გამოსადეგი. სამაგიეროთ აი ხანი პატარა ორმოში აი ესეთი ლურსმანები პოვე. ხარის ნალის ლურსმანი. 1-2 კილომდე მექნება ვაგროვებ ამებს. ფიქრობ მე რაღაცა დეკორაცია შექმნა. აი ეს ადგილის მოსავლელი მაქვს. რაღაცა სოფელის მოჩანს. არაფერი, დღე დიდია და მივყვეთ ნელ-ნელა. ადექით ახლა წავით. აი როგორი ღილი მიპოვე. ანუ ფოლაკი. მეგონი ეს ეძახდნენ ადრე. ქართულად ფოლაკი. პრინციპში ღილიც ქართული სიტყვა იქნება. რაღაც ეჭვი ვეპარება, შეიძლება არაბული იყოს, უნდა ვნახოთ. უცხოენათა ლექსიკონში. ესეთი კუთხი ბალახი ამოსულა წაფის მაგივრად. 4 გასაყრელი ქონდა და საფრთხო დამაგრებული მუნდირზე თუ ჩოხაზე თუ რაღაცაზე მაინც მომძრალა. უკვე რაღაცაა რა. მაინც ღილია. ღილების კოლექცია ცალკე გვაქვს.